თან ახლა ძველი ჭაობი იყო უეჭველი. კი. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBA8. მე და ზურა ესეთ უზარმაზარ ხევში ვართ. ჩამოსულები დიდი ხანი ვეძებდით კარგ ადგილს რა და ერთი ვარიანტი მომეწონა, რომელსაც რო შეხედავ წარმოუდგენლად ჩანს როგორც თავშესაფრისთვის განკუთვნილი ადგილი, მაგრამ აი იმ დიდი წაქცეული ხის ქვეშ ვაპირებთ გავაკეთოთ მარტივი თავშესაფარი. რანაირად აპირებს არ ვიციო. ზურა არ მიჯერებს და არ მოусვინოთ ამას. ნამათხრევიოს გვირაბები. მარტივი თავშესაფარი იცით როგორი? აი სიტყვაზე უცებ რო გაგიჭირდეს ადამიანს და რაღაცის აშენება გიწევდეს. ნუ რა თქმა უნდა ეს რამდენიმე წუთის და რამდენიმე საათის საქმე არ არის. შეიძლება მთლიანი დღე წაიღოს და დაღამებამდე ვთხაროთ, მაგრამ მაგარი გამო დარწმუნებული ვარ, ამიტომ ჩაუჯიქით ამ ვიდეოს და იაქტიურეთ. აი ეს იქნება ჩვენი დღევანდელი თავშესაფრის ადგილი. თან მაგარი გამოფიტული მიყვა. ახლა ხელით ამეხსენე რისი გამოთქა კიდე საათ. აუ რამდენი უნდა ვთხარ. აი ყველა თავშესაფარი მაგარი საფრთხელი არის. მე 2-3 დღე მჭირდებოდა ხოლმე ცხრაზე მარტოს. აისონ ეს იქნება მარტივი თავშესაფარი, აი იმ სტილის, რომ ადამიანს რო გაუჭირდეს, შეძვრეს და დაიმალოს. როგორც პარალონის გარეშე ნამდვილად არა, ან ძირსაგები უეჭველი გინდა. ეს არ მასწავლებელი. მე არ მაქვს ხაწამღებული, დღეს დარჩენას არ ვაპირებ. მაქსიმუმ გვიანობამდე ვიყოთ იმ თემაში და დავასრულოთ. გადავინაწილეთ საქმე მე და ზურამ. ნუ რაღაცეებია, ზურა ეხა თხრის ზემოთ. მე შეშები უნდა მოვიმარაგო ხმელი, რომ გავდოთ ზემოდან და გვექნება გადახურული. ხმელები ძალიან ბევრი ყრია, ამ ტყეში საკმაოდ ბევრი მოტეხილი ხე არის და ყველას მივადგებით.
მაგარ ტყეს მივოგენით რა. აქ ჭაობის ყოფილი ნახეთ. ეხა არ არის ჭაობი. ზამთარი რადგან არის. აი ეს დაჭაობებული ადგილი არის, აი. ნახეთ. ჭაობის სცენარეებია სულ. ზამთარში ზოგადად უმეტესად შრება ხოლმე ჭაობები. აი გაზაფხულზე და ზაფხულში სანამ ძალიან არ დაცხება და მაგრად არ დააჭეს. ზე მანამდე იქნება საშიში ეგ ადგილი თუ ისევ ჭაობი იყო. რა თქმა უნდა. თუ აღდგა და ისევ არ დაშრა. რადგან პირველად ამ ტყეში შევათვალიერი მაღლა მოვეცი. ზემოთ კიდევ ძალიან დიდი არის, რავი. ეს ხინა. რანაირადაა მოჭრილი, ვინც მოჭრა. ძალიან ძველი მოჭრილი კი ჩანს. სავარაუდოდ, მაგრამ ცუდად ამოჭრილი. ანაკიდან რა ვინც მოჭრა თავის ძეზე შეშის გატანა არ გინდა. ისეთი მეჩხერი ტყია და ისეთი აღმართები არის. შეხედეთ. მაგარი ადგილია. მეტა ეგბარი ჩემთვის დამეტოვებინა და ეს მომეცა. მე თვითონ გავირთულე საქმე. ამით არის მაგარი რთული ახლა ეს მომენტებში. ედე ბიჭო თითქმის. აგერ მე გვირაბი გავიყვანეთ. ზოგი ისე სახალ ესენი რა მოწმილები არიან. პირიქით ხალხო. გადაღლილები ვარ. ცივილიზაციური ცხოვრებისგან ამით ჩვენ განტოცავთ. ხო ესე არის. გამპირთვა არის აბარა. ზოგი ისე როგორი ინტუიტება შემონ კლუბებში, ბარებში ეგეთ რაღაცეებში. ჩემთვის პირადად მაგ ყველაზე ქაოსური ადგილები. ყველაზე საზღვრებაა ჩემთვის. იმენა ვერ ჩერდები და. რა გავხე მე არ შევა. შესულ ჩემსულ არის ხა. მე მაგრამ ეს გავჩერდი რა. ამ ზამთარში იანვრის ბოლოს ჭიამაია ტყეში. არა დღეს მზიანი დღეა და არ არის გასაკვირი. დიგაფრინდი. სურა გასულია ცეცხლის დასანთებად. შედარებით მოშორებით აქ ბუხარს ჯერ არ ვაპირებ, სანამ არ გადაიხურება და რაღაც მანამდე არა და. მანამდე ეს უკვე გავთხარე და ქვიშას გავიტან. ხაში რაღაცას არ მივაგნოთ.
2 საათია ახლა. დიდი დამოყოლებული ვთხრით და იმაში მაგრა გაგვიმართა რომ ქვიშა მიწა არის. შეხედეთ. აქ არ ჩავსულ ორჯერ. გეგონება ქვიშა ყრიაო რა. დაპრესილიც კი არ არის. აი ეს ქელიხე დაუდოთ აქ. აი ეს ქელიხე, აი ეს გაყოლებაზე. აქედან ეხა მიწას ესაც გამოვიღებ. მიაწვება მაგას და ეს ადგილი ამაღლდება. ნაჭამზე ვქნათ ეგ და. მოდი რა. მოაწექი. გაკაჭთ. მოაწექი. ერთი მოაწექი რა იქ შევყოე. მეცა. სად იქ ვაყოფიოს. მე კიდე. ცოტაც. აუ. აი ეს დიდი ხე გაუშვით ესე და მიწას ხო დაგროვდება და ამაღლდება პირდაპირ დაღმართი რო არ კონდეს რა. ეხა ვიციო დაწევთ რომ დაღმართზე ხარ და წყალი ჩამოვა. ასეთ სტილის მარტივი თავშესაფრების უმეტესობა რომელიც დაღმართზე ისა კეთდება და ქმნის კუთხეს მართკუთხა კუთხეს. ის რა ქვია. იმიზნისთვის არ არის ხა წვიმაში. რა? ეს ჭადი საიდან წამოვიდა? ნუ წყალი ყველა ვარიანტში ჩამოვა. თუ პარკსთან რაღაცას არ გადააკრავ და გვერდზე წყლის სადინარებს არ გაუკეთებ და რაღაცა და ხელოვნური მასალის გამოყენებას მე და ზურა არ ვაპირებთ, ანუ პარკს და რაღაცებს, ბრეზინს და რაღაცებს, ხოლმე გამოვიყენებთ ხეებს, იქით ჭაობის სცენარებს, ფოთლებს და რაღაცებს. წყალი ჩამოვიდეს მაგაზე არ არის პრობლემა. ჩვენ ეს თავშესაფარი გვექნება იმისთვის, რომ გავჩერდეთ ყინვაში, თოვლში, მშრალამინდებში, ზაფხულში. სხვა დროსაც ვესტუმრებით ხოლმე. დაამუღამეთ ტაისონის საიდან იყურება. ეხა უყურეთ. დაეშვა ეგრევე. რავი მეგობრებო, რაც გასათხრელი იყო გავთხარე. ზოგადად, რაც უფრო ღრმად ჩავდიოდი, უფრო რბილდებოდა მიწა და ზურამაც მითხრა მეტი აღარ გვინდა საკმარისია. ნუ საკმარისია რეალურად იმ თემაში, რომ აი ეს ტოტები რო დაიდება და გადაიხურება, დაჯდები ჩვეულებრივად. მაგ თემაში საკმარისია, როგორც თავშესაფარი, მაგრამ აი, ეხა რო ისევ დილა იყოს, მანამდე რომ მოგვისწროს ყველაფერი, ისეთ მუღამში ვარ, კიდე ჩავაღრმავებდი და იცი როგორ შემოხვიდოდი? რო შემოხვიდოდი, ერთი საფეხური ან ორი საფეხური იქნებოდა და პირიქით ქვემოთ ჩახვიდოდი. მაგრამ არ გვინდა მართლა ზურა მართალია, უფრო გავიწელავთ საქმეს. ცეცხლი ხო დაანთო ეხა იქით. მივალ, შევჭამთ. და გავაგრძელებთ. კიდე კაი ჩემი გრეიდერის ფეხსაცმელები წყალს არ ატარებს. თორე დღეს ქვიშით გავივსებოდი მთლიანად. ეხა ისე მაქვს ფეხები, როგორც სახლში მქონდა ჩაცმისას. აი უკან გადაახვიეთ თავიდან და ნახეთ როგორი იყო ეს ადგილი. და ეხა უცებ ჩავედით ქვემოთ მომწოს. ამ დონის ყოლობაზე რა ეხა რაც გავაკეთეთ.
ეხა მოკლედ ამას ვსერავ, რომ კარგად დაიბრაწოს თან უცებ. ეს არის მარილიანი არ გამოვა. მარილიანია? მაგარ. ეტყობა მართლა ბევრი ჩაყარე. უკვე ხო. არ დამინახავს ეგრე. და მშრალი გამოვიდა და. მასაც პირდაპირ ჩავაგდებ. ესე რომ კარგა შეიწოს. ურაკი მორჩა ამასობაში. თავიდან გემრიელი იყო. სანამ შიოდა. და მე აღარ ხო? ისე დაიღალე? რა ფიქრობ? წახა პარაკოვდი სხვადასხვა მაგაზია მიწის ხარჯ და იმაზე რა. ხალხი ხოაზე ხარ ვინც რომობენ და იმაშებია მიწაზე. რომელი ხალხი რეებს აკეთებენ? მაგარი დამღლე ის საქმეა, მაგრამ ჩვენ სიამოვნების გამო ვაკეთებთ ახლა ამას გვისწორდება, ამიტომ ვაკეთებთ. ისინი აკეთებენ გადარჩენის და ოჯახის საჩენად, ხო აზე ხარ? ჩვენ კიდევ ვეძებთ იმდენად დაღლას, ხო? აბა ისინი რას? ისინი იმენა იღლებიან კი არა, ხო რა. მაგრამ ჩვენზე ბევრად მაგრებიც არიან, ეგეთი შრომელი ხალხი. ეხა ჩვენ რაც გავთხარეთ ამ დროში შეიძლება მაგათ რას იძახი, უცების გააკეთებდა. აი ბაბუა ჩემი ყოფილიყო მაგალითად. ბებია ჩემი კიდე რა. და ვაგინო ბებია შენი ყოფილიყო ბაბუა ჩემი. პაპა ჩემი აღარაა ცოცხალი და ბაბუა მყავს. ბაბუა ჩემი რო ყოფილიყო. იგივე არა ბებია და ისა პაპა და ბაბუა. არა მე კონკრეტულად ბაბუაზე ვიგულისხმე ხა. პაპა ცოცხალი აღარაა და ბაბუა მაინც ჯანზე არის. იგივე არა არის ბიჭო მაგენ. იგივე არის, მაგრამ ბაბუა დასავლეთში, პაპა ქართლში. შენ სხვანაირად უძახი. არის შემდგარი. არ ვიცი თუ არ არის უმშევჭა, მე ხა ისე მშია. არ იყოფა მაგრამ. ისეაც არ ნაწილდება კარგ. აჰა. ხჭერი იქნება არ არის შემდგარი. შეგი ხوار ხარ. ხახვის ფანი ვარ მე. გავაკეთოთ ფანკლუბი. დავაჭეროთ ბადი და ხახტა ყველა ინსამბლები. აი თავარ გვაქვს რა დავიბაროთ. აი რა მიყვარს მე ნახე. ეგეთ დამბალ ხალხს ვერ შევჭამ ვერაფრის რა. ჯო ხო ძალიან სასარგებლოა. მე ვასება. ის ხალხი მე ვასება, მაგრამ ეგრე ვერა. ნახე, წვენი აქვს. აგერ სექსუალური ხალხი. დაისმენ, შეხედე როგორ ჯამში პატრონი ხალხს. ამას ეცებასება. არ შეიძლება ძაფეთთვის ხალხი. რატო? ხალხუნიური არ შეიძლება. რატო? წამლავს. რა წამლავს? აქ იყო ჭაობი. ამერს მოტეხავ გამოგვადგება.
არ ვიცი გინახავთ თუ არა ვიდეოები, მაგრამ აი ეს დაჭაობებულ ადგილებში ზუსტად ამ სცენარეებით როგორ თავშესაფრებს აკეთებენ ტიპები. ისიც კიდე უნდა ჩავიდე ბალახიცაა და ისიც გამოდგება. მეგობრებო, შემდეგ მოსვლაზე იდეაში მაქვს, რომ უფრო მოუმატო, რომ უფრო ჩავაღრმავი ერთი მტკაველით მაინც, რომ შედარებით კიდე უფრო გაფართოვდება აქაურობა და უფრო თავისუფლად ვიქნები. ნუ ეხაც თავისუფლად რა, ტაისონის გვერდზე რო დავჯდე, თავს არ მივარტყავ. სურათს რო დაჯდეს, არ მიარტყავს თავს და აიც ვიფიქრე, რომ გამოვიღებთ, ტოტები გვექნება დასალეგებელი, მერე ფოთლები, ბალახები, რეებიც მოხვდება რა ხელში და ესეც ასე დასრულდება. ბუხარი ნახეთ, მაგარია ზურას იდეა იყო, ზუსტად დიდი ქვა შეხვდა თხრისას, ქვაზევე, აი აქ და ავაპირდაპირ ზემოთ, ოღონდ ამას რაღაც უნდა მოუფიქროთ. მაგრამ ამის პლუსი ის არის, რომ ქვა გახურდება და უფრო სითბოშიც ვიქნებით. სხვა ყველაფერი რავი. აქ ქვებს ვარაგებ, რო არ ჩავარდეს. მე იქით ამ მხრიდან ტოტები ქვები რაღაცები უნდა ჩავალაგო და ცალკე მიწა მივაყარა, რომ არ დაიძრას ეს ფენარა რა მიჯახებაზე და რაღაცაზე. ან თუნდაც ამან არ ჩააგდოს. რაც დღეს ამან თხარა, რა ვიცი. მაგარი დასაბანი ყავი ხე სახში რომ მივარ. აი გარედანაც რომ გაჩვენოთ. აქედან გვექნება შესასვლელი. ეს თლიანად უნდა გადაიხუროს ესე ტოტები, ზოგი ისე, ზოგი ესე ერთმანეთს ჩახლართული იქნება და მერე ფოთლები და ბალახები სულ და ასე დავხურავთ ჩვენ თვითგადარჩენის თავშესაფარს, მიწისქვეშას. და ისო წამოეხა აქეთ. მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით მე და ზურა. წავალთ. გავდივართ. სადღაც ერთ საათში არც უნდა დაღამდება. არა, 40 წუთი, სადღაც 20. და ამიტომ გადავწყვიტე რომ ვასულიყავ. დაიძარი და მოვდივარ. თან ეხა დღეს. ესე წავდი და პირდაპირ აღმართი ავაჭრებ და მე გავიგნოთ. პირდაპირ ისა ჩვენებით გადაწყვიტეთ მაინც წამოსვლა, იმიტომ რომ ახლა ისეთი დრო არის. დასრულებით ვერ დავასრულებდი, ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი. ხა 9-ს თავისებურად თავისი დრო მაინც. მაგრამ მაინც კარგი. რაც მოვასწარის, კაი საქმე მოვასწარის და რა ხარუხი დადიხარ ზურა. მოკლედ შემდეგში რომ მოვალთ, ავაგზელებს პირდაპირ გადახურვას, კედლების შევსებას, მერე ფოთლები, თივა და ეგ არის. დასრულდება ჩვენი დაგავთი. ჩვენი მიწისქვეშა თავშესაფარი. აბა მაგრად მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR White.